დღემშვიდობის გამარჯობათ. დღეს მეგონა რომ სხვანაირი ვლოგი იქნებოდა. ანუ აპარნის, მაგრამ არ წავსული ვარ. მოში ხო ვთქვი რომ სადღაც 99% წავალ მეთქი და 1% ვერა თქვას, ის 1%-ია დღეს. ხა გეტყვით რა მომივიდა თან. ესე იგი ქარია, ну ისე ლაითი, მაგრამ დილას წინ წკლავდა და წვიმის საშიშროება, იმიტომ რომ გამოცხადებულიც არის თან ჭექა ქუხილით და ეგ სიტუაცია არის, ალა გალაქსის ველი მოაქვს. ბარბარე და იოანე წავიდნენ, რადგან დღევანდელ დღეს აპარნობას სულელობა კეთდება ხოლმე, ანუ ესეთი რაღაცა ტრადიციული და ჯვარული იღებს ხოლმე ყოველთვის მონაწილეობას მაგაში და წავიდნენ ფორმებით, გამოპრაჭულებით, ჩოხებით და ყველაფრით. ხო და ხა მეც იცით რომ სულ მივდივარ ხოლმე რა და ნინოს უნდა და ძალიან წასვლა. ლაშა კი აგვიყვანდა, მაგრამ მე ლაშას აღარ ეცალა და სიტყვაზე რომ გაწვიმებულიყო კი მათკითა ეს მასწავლებელი მიხედავს ახლა ბავშვებს ან ვისაც დაარიგებს რა რაღაცა, მაგრამ ჩვენ რა უნდა გვექრა მე და ნინოს, აი მე ჯანდაბას. არა, ეგეთი უღმერთო ხალხიც არ არის, რომ სიტყვაზე იქ წვიმაში დაგტოვოს ვიღაცამ, მაგრამ შენ არ აკეთებ, რომ ვალდებულობას ანუ რა სხვა დააკისრებ და ხო და ერთ სიტყვით მასე გავიმართლე თავი. დიდათაც რომ წავსულიყავი არაფერი, ну მოკლედ. ხო და დღეს ვარ სახლში. ვიცი ერთი წუთი ამას მოვიშვებ, ღმერთო ჩემო ტვინია მეხადა. დღეს ვარ სახლში. მოკაია. და ეს დღეები რაც ვერ გავაკეთე, უნდა გავაკეთო. ლაითად რა ცოტა, იმიტომ რომ ხვალიდან ვმუშაობ. ანუ ეს დღეები ეს არის ცხიფრეცხე და ისეთი ამინდებია, რომ ფიზიკურად ვერ ვკიდებ გარეთ. ანუ ღიაცის ქვეშ და პლოშეტკაზე ვაკ ერთმანეთზე დაკიდებული და ეგენი უნდა დავაბინაო. დავაშო. ხო და რადგან დასახატები აღარ მაქვს, იმიტომ რომ წუხელ გუშინ 9 საათიდან რომ დავიწყე, დავხატე დილის 4 საათამდე 3 ნახატი. ეს მესამეს რო ხატავდი, უკვე ვატყობდი რომ ვეღარ ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა შემომეტოვებინა, რადგან დღეს წასვლის სიტუაცია იყო აპარანში და მეთქი აღარ მინდა რომ გამეწეროს. ხო და ჩამოვიწნევ ცოტა. და როგორც იქნა დილის 4 საათზე ბოლო ხაზი ჩამოვუსვი. ხო და ეხლა რომ მივწერე ვისიც იყო, მეთქი მზათა და წაიღე, ანუ მზათა წაიღეთ არ ვწერ ხოლმე. მზათა და როცა გაგითხარდე და წაიღე, იმიტომ რომ სახში რომ მილაგია, არც წყარს ამთხოვს, არც პურს. თან ეხლა ბევრიც არ მაქვს, რომ ერთმანეთში ამერია. პირველ ჯერზე კი ნამამერი. ხო და ეს საროჭკი საყელოზე წლებიც თუ შეიძლება და მეთქი რას ქვია თუ შეიძლება, მარაფრის. უნდა დააწერო შესვლის 2013 და გამოსვლის 2025. რა უნდა მაგას 5 წუთი. დამცხა. ეს აღარ უნდა გავიკეთო, რომ ტკივა თავი. ხო დავიღე ხა შავი საღებავი რა. ესე გუაში გავხსენი. აი ძალიან აი რო იტყვიან ვაწონწილებ თან ისე რო იყოს, ახლა რა თქმა უნდა ეკონომიას ხوار გააკეთებ და თან ისე რომ სხვებიც რომ მომივა, ანუ აღარ დამჭირდეს. ყველა ვარიანტი კი უნდა ვიყიდო, მაგრამ მაგისთვის არ წავიდე ახლა სხვაზე მეტი, ბაზრობად. ხო და აბლა დავაგდე. ასე მაგ გახსნილია და ეს ხო თხევადი არ არის, მაგრამ წყალი ისავქენი, რომ ძალიან მუქი არ მინდოდა და ესე ვურავდი რა და დაბლა ხوار დამეწუწა, მეთქი ესე დავინახე რაღაცნაირად და ასე ავწიე დაბლა ხوار დამეწუწა, მეთქი ეს კი ვერ დავინახე, რომ ესე ავწიე და აი ესე ჩამოვისხი ხალათზე, ხახრო ის გუაში ცოტა ხამაკ. ეს ახლა ბოლო ნახატი რაც დავხატე, ქვემოთ ცოტა ჩემი მეზობლისა არის, ცოტა ქვემოთ ცხოვრობს და ერთ-ერთი ფავორიტი ნახატი გამოვიდა კიდე, ხო შორის ამის ამ შეკვეთის აღებაზე ვფიქრობდი. მაგრამ მეთქი კაი რა უნდა იყოს. ეხლა მას წლები აწერია აქ. აი მას და მაგიტომ მიდევს ასე რომ გაშრეს. მაგრამ განახებთ. ისინი არიან მწერლები. აბა თუ იცნობთ.
ძალიან ლამაზი გამოვიდა ოღონდ მართლა. ვაიბედე და თავი მტკივა ხარ ხო თავი მაგრად დღეს ეხა კიდე არა უშავრო ციტრამონი ჭამე და ციტრამონი დავლი მაგრამ ისა აი რაღაც მომენტში რომ ესე მოგიჭერს და გული რო ფეთქავს ეგ რო შვება თავი აი ეგ მომდიოდა დიდას ეხა ძალიან ლაითად ისე რომ მოძრაობა შემიძლია და ისე დახრა უიბედე და რა გავიქნი ხო და ერთ სიტყვით რადგან ეს დღეებიც მუშაობ ეს გადაგმული ერთი დღე მოკლედ სავარაუდოდ დღეს ღარ მომიტანე საროჭკას და შეიძლება ხვალეც თუ იქ დღეს ვიცი რომ უნდა მომიტანონ ერთი და სავარაუდოდ ხვალეც თუ მომიტანენ საროჭკას მაგას ხა დავხატავ და მე всё ძალიან ბევრი არიან და რატომღაც მიუხედავად იმისა რომ პოსტი დავწერე მაინც რომ ცოტა ადრე მომიტანეთ თუ ჩემეგინ თუ ჩემთან მიფიქრობს მეთქი რომ დახატოს ცოტა ადრე მომიტანეთ რომ მე ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ მეთქი რა და მაინც დაგროვდა ბოლო იმაში უკვე უარი უნდა თქვა ის კი არა რომ ბაიმე ღამე ვათენე და არ შემიძლია და რაღაც არა აი ეს თურქეთის ამბავი არ იყოს მართლა ავიღებდი და გავქაჩავდი ერთ-ერთი კვირაც. მაგრამ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ბლოკს წელი. ამასის გამოგონებს რომ არ უნდა ჯერ არაფერი წაიღე და დადე არ ჩართიჯერ. ფიზიკურად ვერ ვასწრებ, რადგან ლაშა და ნინო უნდა დავტოვო აქ. დავტოვო. მაგათი ტანსაცმელი ყველაფერი ხო უნდა დავისავქნა რა, დავოუჩე. დავაბინაო, დაუტოვო ის, რაც უნდა დაუტოვო. ხო უნდა ყველაფერი ის ვქნა. და აი მაგამდე ვერ მივდივარ, ანუ მაგამდე სანამ რომ მივდივარ, უკვე ვფიქრობ, რომ ეს უკვე სახლის საქმეა და მეთქი მე და მივედით უკვე იმამდე რა. ხო და ფიზიკურად და მე ეგ კიდე მე მიწევს აი შინაგანი რაღაცა მღელვარების სიტუაცია და არ მინდა. მინდა რომ დაწყნარებულად წავიდე, დაწყნარებულად დაბინავებული ყველაფერი. ღმერთს მადლობა რომ მაინც ამდენი დავხატე და ამდენი მოვასწარი და შესაბამისად ანაზღაურებად საკმაოდ კარგი იყო და ხა წარმოვიდგინე იქამდე კიდე მთელი 2 კვირა და როგორი ის იქნება, მაგრამ ვერ გავქაჩავ და აზრი არა აქვს რა და მე არც ის არ მინდა რომ თვითონ ამუშავა შეეტყოს რომ ის არ არის რაც უნდა იყოს. ამიტომ ის ჩემი უარი თქვა. პოსტს არ წერ, სპეციალურად დღეს არ წერ პოსტს, რომ მეთქი დღესაც თუ მომიტან, всё თქო, იმიტომ რომ დღეს იმდენს მომიტანე რომ აზრი არ ექნება. ამიტომ ესე ნებით ამაქვს მიშვებული მარტო YouTube-ზე ვამბობ მაგას. აი ეს 2 დღე, ჰაჰა, ვიღაცამ თუ მთხოვა და ხო ზეგაცავ, შანსი არ არის. ის რაღა დარჩა, ხუთშაბათი პარასკევი, შაბათი კვირა და ორშაბათსაც მუშაობ, მაგრამ სავარაუდოდ აღარ გავ. თამთას დაველაპარაკე. ამ დღეებში რომ მოკლედ 2 კვირის მანძილზე სამსახურიდან ჩამოვეხსნე. თანა მაი არ დამთავრებულა ეს საყიდლების სიტუაცია, იმიტომ რომ ფეხზეც უნდა უყიდო ბავშვებს. ასე რომ წასვლა ხო მინდა რა. ხო, კიდე ნინოს თვის გუშინ არ მიყიდია არაფერი და ნუ თქვენ შეამჩნიეთ, იმიტომ რომ კომენტარშიც დაიწერა რომ ნინო ცუდვარ იყო, ნინოს არ ეწყილებოდაო. ზოგადად ძალიან პატარა ასაკიდან ნინო მიცის თუ რაღაცა არის საჭირო ის აქ. ბაზრობაზე რომ მივდივარ და რაღაცებს ვყიდნობ, იცის რომ რაღაცას მოვუტან, მაგრამ ესე აი ტანსაცმელი რაღაცა რა მოხდებოდა წამომეყოდა რაღაც, მაგრამ რისთვისაც ვიყავი თან გუშინ იცით რა ქაოსი იყო, ორიენტირებული ვიყავი რომ ეს გამეკეთებინა, რისთვისაც ვიყავ. და ეხლა თურქეთიდან ჩამოვალ. სკოლის პროცესი რო დაიწყანო არ დადეგების მერე,
სადღაც არ ვიცი, როდესაც გაიხსნება ეგის. მარტო ნინო მიცის რომ მაგას გავაკეთებ და არც გული დასწყდება, დაწყვეტია გუშინდელი და არც არაფერი, იმიტომ რომ იცის რომ ეს თუ ეხლა სხვისთვის ხდება, თავისთვისაც იქნება. ანუ რიგითობის მიხედვით რა ესე რომ უიმე და რაღაცა და აუცილებლად და დაბლა უნდა გაწვეს და რაღაცა არ აკეთებს და არც გაუკეთებია და იცის რომ აგვისტო იქნება თუ სექტემბერი იქნება, როდესაც იქნება ეგ მაღაზია და ანუ აი ესე მარტო ნინო შევა. ნინო აარჩევს ყველაფერს და ნინო წამოვა. ასე რომ ეგეთი რაღაცა ხდება. კიდე მინდა ნახატებთან დაკავშირებით ფასებზე ვილაპარაკო რა 1-2 იმით თქვა. რამდენიმე ხნის წინ ხო გავაჟღერე ეს კომენტარი რომ მადლობა ამ კომენტარის ავტორს. კომენტარი არა, პირადში მომწერა. რომ ძალიან იაფად ხატავ. მაგრამ რა ფასსაც ვადებ მიღის. ეს არის დაახლოებით 35-40-დან 70 ლარამდე მიჯდება. ოღონდ ეს ყველაფერი უკვე წელს გავაკეთე ხალხო. 2 წლის წინ 15 ლარში ვხატავდი და საერთოდ მეგონა რომ კაი რამეს ვაკეთებდი, მაგრამ არ გამიკეთებია კაი რამე. ალალი იყოს იმ ბავშვებისთვის, მაგრამ ჩემთვის არ გამიკეთებია. იმიტომ რომ როდესაც მე იმაშვები იაფად აკეთებ, უფრო იაფად გთხოვენ და საკუთარი თავის თვით შეფასება აი მოიწვენ დედას უტირებენ. თან ისეთები აკეთებენ მაგას, რომელსაც არ უჭირს. და შეიძლება რაღაცა კამფეტზე დახარჯოს 100 ლარი და 15 ლარი ჩემთან ეძვიროს. ხო და ზოგადად რაღაცა ნივთს რო ყიდულობთ ხოლმე და ფასის შედარება რო გავაკეთო რა. ხო არის რომ მაგალითად დიდი და პატარა ნივთები განსხვავდება. აი ერთნაირად მაგალითად ეს იყიდო და ამის დიდი სხვა ფასი აქვს, ხო? რაღაცა თუნდაც ელემენტარული აი ყვავილები. ორივე ყვავილია, ну ეხა ჯერ ეს არ არის ამოვა. მაგრამ განსხვავდება იმით ფასით. იმიტომ რომ სხვადასხვა ეხა სადეს? ორივე სათამაშოა. სადეს? ორივე სათამაშოა, ხო? მაგრამ განსხვავდება ფასით. იგივეა ნახატზეც, ხალხო. ორივე ნახატია. და ნახატი განისაზღვრება სირთულით, ნახატი განისაზღვრება სახეთა რაოდენობით, ნახატი განისაზღვრება დამუშავება რამდენად მეტად სჭირდება. წარმოიდგინე ხა აი კიდე ერთ იმას ვიზო. მაგალითად ეს უნდა შეღებო წითლად მორჩა. და ამას სხვა რაღაცები აწერია, ხო? და ან ოთხკუთხედია ეს ესეთია. ორივე ეს უფრო პატარა, ხო? მაგრამ აწერია რაღაცები. და ანუ ეს უნდა დააწერო. მეტად დიდი ხანი უნდა იმუშაო და ხერხემლის და თვალების ხარჯზე ეს არავის არ ემატლება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჩემი არჩევანია, მინდა ეს გავაკეთო სიამოვნებს და გავაკეთებ კიდეც ხერხემალი კი არა, სულ მოვკუზიანდე. ანუ ამას არ ვიტყვი, რომ იცი რა შენს გამო მე ვზივარ და ვხატავ. არა, შენს გამო არ ვზივარ, ჩემს გამო ვზივარ, იმიტომ რომ იმაზე შესაბამისი, ვაიმე დედა პაროზანა მომაღტა. როგორ მეჯავრება? მე დაგოდები, იოგები. იდე. საიდან მომაფრინდა. ანუ მაგიდან მე ხო ანაზღაურებას ვიღებ, ხო? ანუ ჩემს გამოვაკეთებ ამ ყველაფერს. თან ისე ვაკეთებ, რომ თვითონ ადრესატიც დარჩეს კმაყოფილი. ხო და ძალიან არც მხსნი ხოლმე რა, რომ აი იცი რა, აი ამიტომ. არა. როდესაც ელემენტარულზე გეტყვიან, რომ რაღაცა ბურთი დამიხატე და აი ბურთს რო დავხატავ მაგალითად 10 ლარად სიტყვაზე ვამბობ, იგივეს დახატვას თხოვენ აი ესეთი რაღაცა რო დავხატო. ბურთინა ეს. ესეც 10 ლარი უნდა ღირდეს და რო ეტყვირეს ღირს 20 ლარი. გააძვირე.
3 დღის წინ მქონდა მასეთი მიმოწერა. უი ძვირია, კაი ძვირია, მე არ გთხოვ ჩემთან მოდი და ჩემთან გააკეთე. მე ეს მიიღებს. ოღონდ ის ადამიანი ისე მოვიდა და ჩემთან დაახატებინა, სავარაუდოდ გაიკითხა, რომ ძვირია, მე რომ 40 უთხარი, სხვა 80 უთხრა და ისევ ჩემთან მოვიდა. ნუ ვერ ვინამუსე რომ არ ამეღო. თორე არ ამეღო. ალბათ მაგასაც ვისწავლი. ესეც საკუთარი თავის ის არის. ხო და. დილასაც მქონდა ესეთი რაღაცა რა, რომ აი მაგალითად ხო როგორ იყო, ჩემ ვიღაცისთვის დამიხატია შაშა. ხო და იგივე ნახატ ცოტა რთულ სიტუაციაში მიგზავნის რა, რომ ეს რამდენად ეხა მე რა ვიცი იქ შაშანეც იაფად ხატავდი. შაშან ხატავდი 30-დან 45 ლარის ჩათვლით და წელს მივხვდი რომ ეს ძალიან ის არის რა. მართლა ეხლა ეს მწერლების და მემალება ეს მწერლების არის 70 არ უმალავ. აი ის იმ კატეგორიას არ მივეკუთვნებ ის მესენ იმაში რომ წერია ხოლმე Facebook-ზე ფასი რა ვამბობ იქვე რომ მომწერო სამისი ფასი რა იქვე ვეტყვი რაც არის ანუ დასამალი მარში რაღაცო აკეთებ დასამალი თუ ხო საერთოდ არ მემალება და არც მესირცხვილები ხო და ისა ეს რო შაშან მაგალითად 20 ლარი 35 დავხატეთო 35 ღირდა წელს 45 მიღირს აი ბოლო ჩემი ნება ხო აი მაგიტუარი როდესაც 15 ლარი და დავხატე და 15 ლარი ხატავდი და პასტებით და მე 20-მდე აველი რომ უკვე მართლა არ მიღირდა ხერხემლის ფასად ეს ყველაფერი და მე მივხვდი რომ უკვე გაახილე თვალებს გადია იმიდან რა ხდება გარეთ რაღა შენაკეთებ ამ ეკონომიას სხვისთვის ხო და ეხლა რა თქმა უნდა მომავალ წელს რომ დავხატავ რაც წელს მაქვს ფასები და რა სირთულითაც მაქვს გათვლილი იგივე იქნება ანუ ეს არ არის რომ აი ეხლა გავუგოგებო და მომავალ წელს არ მიღირს რომ 5 ლარი მოუმატო საკმარისია 42 ნახატამდე აველი საკმარისია ძალიან კარგად მოვიხმარე ბავშვების თურქეთის ამბებისთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ყოფნის ნამდვილად არ მინდა უბრალოდ მუთაქაში ჩავალაგო და ერთი ელემენტარული ბურთის დახატვა ვიღაცას უთხრა 40 ლარი ანუ მომავალ წელს რაც წელს მაქვს იგივე ფასებს დავადებ და ვერავინ ვერ მეტყვის რომ აუ ვიცი რა შაშან 20 ლარი ღირდა ეგ 15 ღირდა და რაღაცა ეხლა რატოა 40 ლარი რა ვიცი გაიხედავ სადაც მიყო ყველაფერი ძვირდება ელემენტარული ვერაფერს კებს ვერ იყიდი ყოველდღე რაღაცა ფასი ედება იმიტოა რომ ყველაზე იაფი რაღაცა საოცრება გამომიგზავნეს ხალხო რაღაცა საოცრება გამომიგზავნეს და ამას ცოტა შეღავათიან ფასად თუ დამიხატავთ თან ვავალაგო ხო და რა ვიცი ახლა შეღავათიან ფასად ფიქრობდი რომ 45-ად დავუხატავ მეთქი და დაუკალი 35-ად დაგიხატავ მეთქი აი როგორი სამუშაო იყო იცი საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს აი ვიცი რომ მარტყოფელია მაგრამ აი საერთოდ არ ვიცნობ რა ანუ ისე შეიძლება რომ შემხვდეს გამარჯობა გაგიმარჯოს თუ შემხვდა ის ხო და გაუწიე შეღავათი რომ რაღაცა 35 ლარი მეთქი რაღაც ეძვირა არ ვიცი რა სირთულისა გითხრათ რომ აი რა ვიცი ეს ჭაღირო არის ახლა წარმოიდგინეთ ყველაზე რთული აი ეს ჭაღირო ხო იცი ეს ჩამოკონციალებულები და აი ეს ყველაფერი რო ეტყობოდეს მსგავსი ტიპის ნახატი იყო მსგავსი ტიპის ნახატი და ელემენტარულია თან უნდათ რომ იყოს ხელით გაკეთებული თან ცოტა თითქოს იციან ამის ფასი ხელნაკეთი რა არის და ხელით ნამუშევარი რა არის მაგრამ თან ეძვირებათ ყველაზე მაგარ რაღაცას გასწავლით ხალხო დაპრინტერება სადაც ხდება ხო იცით ხუთანად გაგიკეთებენ ძალიან მაგრამ იაფზე იაფი და სხვადასხვა შეგვიძლიათ მერეც ჩაიცვათ ანუ ეს რასაც მე ვხატავ ამას მეორე თუ ერთი ვერ გარეცხავ ნუ გარეცხავ გადააგდებ იმიტომ ეს არის სიმბოლური რაღაც არიან ხალხი ვინც ხატავენ აკრილის საღებავებით და შესაბამისად უფრო ძვირი ღირს და იმ ფასებს მე არც გავეკიდები და არც მინდა
იმიტომ რომ ერთადერთი საღებავია, რითიც ყველაფერზე ვმუშაობ, მე ესე ვაკეთებ. ვიღაცას უნდა დამახატინებს, არ უნდა არ დამახატინებს, რომ ვიღაცას ყოს ვეკაჩები, რომ მოდი ჩემთან გავაკეთებ. ხოდა ამ ხალხის არ მესმის რა, აი საერთოდ არ მესმის ამ ხალხის, თან რომ უნდათ, მაგრამ თან არ უნდათ. რაღაცა ერთი ნახეტი გამომიგზავნოს კიდე და 6 კაცს უნდა და ერთი და იგივე. სკოლის დამამთავრებლებზეა, ბოლოს არის ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი. ხოდა მსგავსი ნახატები დავხატე მე 45 ლარად. და მეთქე 35-ად დაგიხატავთ. 5 იყო ან 6 ცალი ერთნაირები. ჯერ ხომ უნდა მივხვდე ერთნაირები ნახატები, ერთი დახატე, ორი დახატე რაღაცა შენ სხვა ადამიანური ფაქტორი გაქვს, აგეზარება, იღლები, აღარ აქვს სიამოვნებს ეს ერთი და იგივე რაღაცა, მაგრამ ხაჯი გვაქვს ბევრი და თუ შეიძლება უცოტა, კაი. 35. ოკეი, შეგახმიანები. ან ეს ოკეი შეგეხმიანები უკვე არის რომ კარგად იყავი. მეც ვიწერე, ოკეი. ოკეი, შეგეხმიანების რო წერენ დამთავრებული. ხო, ეს ნამდვილად ოკეი ანუ ინდონეზია უწიე ფასი, იმდენად არ მინდოდა რომ მე დამეხატინებინა, რომ აუწიე ფასი, საოცარი უთხარი მე თუ გამეცი და ოკეიც აღარ მომწერა. იმიტომ რომ მაგათ არ ვიცი ოჯახის წევრია ბიძაშვილია მამიდაშვილია მოკალი დამტანჯეს შაშან დედამიტირეს რო იტყვიან რა ხო და აი რო დახატავ რო დააკვდები და ანუ პრეტენზიაც აქვთ მაგრამ პრეტენზია კი აქვთ მაგრამ შენს გამო კი არ აქვთ უბრალოდ აქვთ ხო და წელსაც მეთქი ვაიმე და წელსაც მაგათიანი იყო და ისეთი ფასი უთხარი, ოკეიც აღარ მოუწერი. ანუ ეგ დაფრთხობა მეც ვიცი ხო მე თვითონ გავუშვა ხომ და კი პრობლემა არა. No problem. ანუ ეგის თემა არ არის რა, რომ წეღანაც ვამბობდი, რომ აი ხა შენ დღეს რაღაცა ინახე შაშან თუ 30-ად და 25-ად ახატე და დღეს წელს 40-ად დახატე. ვინახე რა კაი არის რაღაცა თვალი ხარბიო რო იტყვიო ხოლმე ნახეო რა კარგიაო რა რაღაცა ფულის გემო რაღაცა და მოვალ წელს ეს გავაძვირო კიდე და აი ყველას დაბალი ფასი იყო 60 ლარი და 100-მდე ანუ ეგეთ რამეს არ გავაკეთე მეორე წელსაც იგივე იქნება მესამეს მეათე წელსაც იგივე იქნება ნუ ჯერ ამ ლაპარაკებს ხოლმე მაინც ორი წელია სტაბილურად დაახლოებით ერთნაირად მაქვს. და აი მე ძალიან მინდა რომ ეს გაითვალისწინო ნახატი სირთულის და მიხედვით ისაზღვრება. სიდიდის არა. შეიძლება დახატო ამხელა ბურთი 5 წუთში და ამხელა ადამიანი 5 საათში. ეხლა მითხარით ისიც 20 ლარი უნდა გირდეს და სიტყვა და ესეც სიტყვაზე ვამბობ, ხო? ასეთი არის 20. თორე წეღანაც ვამბობ, რომ ამ საქმეს რო აკეთებ, ანუ არავინ არ უნდა დაავალდებულო, აუ ვიცი რა შენი გულისთვის არ ვაკეთებ, ჩემი გულისთვის ვაკეთებ, რომ მე ამით ანაზღაურებას ვიღებ, ხო? და ეს ის საქმე, რომელიც მე სიამოვნებს. და მომწონს. რო არ მომწონს, 100 წელი არ გავაკეთებ. ხო, ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას, წამოდი იმუშავეო 60 ლარს მოგწევ ყოველდღეო და რაღაცა, ანუ რო არ მოგწონს, ნუ მერთმა დაგვიფაროს ყველა რომ საჭიროება გამოჩნდეს სადარ წახვალ, მაგრამ ისევ ეს აქ სიამოვნებს შენია, შენი მოწოდება, თან აკეთებ, თან ფულს გიხდია. ამას ხო ხა ვინ დამაჯერებს, ახლა მე რო გითხრათ, რომ იცი რამას თქვენი გულისთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ თქვენ გქონდეთ ბოლოზარზე კაი პერანგები და თქვენ ოჯახის წევრებს გაუხარდეთ და ლამაზად იყოთ. მე არა, ახლა ფული კი მე არა. დამიჯერეთ? აი ხა დამიჯერეთ, ეგ რო თქვა. მე ამ თქვენი ბოლოზარის ფულით მომავალ კვირას ამთელი ამდენი ხის მანძილზე რომ 4-მდე ვიყავი თქვენი გულისთვის ჩემი არა თქვენი გულისთვის 4 საათამდე ვიყავი მომავალ კვირას ისევ თქვენი გულისთვის დავისვენებ რომ მომავალ წელს ისევ თქვენი გულისთვის დავხატო ეხლა იცი რა მომენტი იყო ინტერნეტში რო იყო
ვარდებზე იცით გოგომ რო თქვა აღარ მოგაწყენთ ბავშვს წავედი იმიტომ მართლა ბევრი საქმე მაქვს ეხლა გოგო ამბობს ბიჭზე მე მინდა რომ შენ მიხვდე რომ ვარდი მინდა მე რო გითხრა და ისე მიყიდო ვარდი ეგრე დაიცე როგორ არის ნინო ეგ როგორ იყო მე მინდა რომ შენ თვითონ მიხვდე რომ მე ვარდი მინდა ანუ მე რო გითხრა რომ მე ვარდი მინდა და მასე მიყიდო არა ან მე რო განიშნო რომ მე ვარდი მინდა და რაღაცა საოცრებას ამბობს ოღონდ ძალიან მაგრად ამბობს ეგრე გამომივიდა წავედი ახლა ხარხნებო და ჯამა ათნებო მომავალ ვიდეომდე დაგეშვიდობებით ავალაგო ბოლომდე და აი ნახე აქ რა ხდება სატიჟე აბა ჰე დროებით და მომავალ ვიდეომდე